თუ drum and bass-ი ჩემსავით გიყვარს, გაჩვენებ როგორ შეგიძლია არსებული drum loop-ები გადააწყო და შექმნა უამრავი ახალი და საინტერესო კომბინაცია. მაგალითისთვის გამოვიყენებ Amen Breaks. თუ Amen Break-ი პირველად გესმის, ჩემსავით კი არა ოდნავადაც არ გვყარებია drum and bass. Amen Break-ი არის მონაკვეთი 1979 წლის ჩანაწერიდან, რომელიც Benz და Winston-ს ეკუთვნის. შეგვიძლია თამამად თქვათ, რომ ამ 6-წამიან მონაკვეთზე დგას მთელი drum and bass, პრინციპში ჯანგლიც. ეს ლუპი ამ ჟანრებში დღემდე ყველაზე გამოყენებად მონაკვეთად რჩება. ლუპის გადასაწყობად პირველ რიგში გვჭირდება სიმპლერი. Ableton-ში თუ აუდიო კლიპს ხელს ჩაავლებ და ცარიელ MIDI ახსზე ინსტრუმენტების სექციაში გავუშვებ, ავტომატურად შეიქმნება სიმპლერი. რადგან ჯერჯერობით სიმპლერს გონია, რომ აუდიო სიგნალიდან ინსტრუმენტის შექმნას ვაპირებთ, სხვადასხვა ნოტის აღება ტონალობას ცვლის. ამის ნაცვლად გვჭირდება, რომ სხვადასხვა ნოტის აღებისას ჩანაწერიდან სხვადასხვა მონაკვეთი გაჟღერდეს. ამიტომ სიმპლერი უნდა გადავხსნოთ instrument mode-დან slice mode-ზე და თავიდანვე ჩავრთოთ warp-ი. Slice mode-ზე გადართვის შემდეგ, C1-დან ზემოთ აღებული სხვადასხვა ნოტის სხვადასხვა სექციას გააჟღერებს. და warp-ი ჩავრთეთ იმიტომ, რომ ლუპის ტემპი პროექტის ტემპს ავტომატურად მოერგოს. თუ გაინტერესებს სიმპლერი რა პრინციპით ანაწილებს რომელ სექციას რომელი ნოტი დაუკრავს, პასუხი ტრანზიენტ მარკერებშია. ტრანზიენტები ჩანაწერში არის ის ძალიან მოკლე საწყისი მომენტები, სადაც ტალღის ფორმა უცებ მკვეთრად იმაღლებს ენერგიას, ანუ ის წვეტი, რომლითაც ხმა იწყება. Ableton-მა ამ ფუნქციის გამო ყველა მსგავსი მომენტი ტრანზიენტ მარკერით მონიშნა და C1-დან მოყოლებული ნოტებზე გადაანაწილა. ამ შემთხვევაში ჩვენთვის ამდენი მარკერი საჭირო არაა, ამიტომ ტრანზიენტების რაოდენობა შეგვიძლია შევამციროთ. შედეგად, მივიღებთ ბევრად ნაკლებ ნოტზე გადანაწილებულ მონაკვეთებს. ასევე, თუ საჭიროდ ჩათვლი, შეგიძლია მარკერების მდებარეობა თვითონ დაარეგულირო. შემდეგი პარამეტრი, რაც აუცილებლად უნდა შევცვალოთ, playback-ია. ჯერჯერობით, თითოეული ნოტის აღებისას, სიგნალი მხოლოდ შემდეგ მარკერამდე ჟღერს. გადაბმები ბევრად ნატურალური რომ გახდეს, მონოს ნაცვლად ვირჩევთ throughs. ამ შემთხვევაში ნოტის აღებისას სიგნალი გაჟღერდება ბოლომდე, თუ გზადაგზა ახალ ნოტებს არ დავამატებთ. როცა ლუპის ორიგინალ ტემპსა და პროექტში მითითებულ ტემპს შორის დიდი სხვაობაა, ხარისხის შესანარჩუნებლად შეგიძლია ბიცის ნაცვლად გამოიყენოს სხვა ალგორითმი. მსგავს შემთხვევებში ყველაზე ხშირად რიფიტს იყენებენ. თუმცა ამ შემთხვევაში ტემპის ცვლილებასთან ერთად ლუპის ტონალობაც შეიცვლება. პრინციპში სულ ესაა. ახლა შეგვიძლია ჩვენი გემოვნებით სხვადასხვა სექცია მოვნიშნოთ და ლუპი მარტივად გადავაწყოთ. მაგალითად ასე.